1913 წლის 21 იანვარი. Სუსხი ამპარის ნაცრისფერი ნისლი გადაჰკროდა. რევოლუციის მოედანი დღევანდელი თანხმობის მოედანი ხალხით იყო გაჭედილი. თუმცა ჩვეული ხმაური არ ისმოდა. სიჩუმეს მხოლოდ დაფთაფების გამაყრუებელი ხმაურობდა. ეს ხმაური სპეციალურად იყო გამიზნული, რათა სიკვდილმისჯილის უკანასკნელი სიტყვები არავის გაეგო. ეშაფოტის კიბეებზე მძიმედ ადიოდა საფრანგეთის მეფე, ლუი მე-16. მას აღარ ეხურა გვირგვინი, აღარ ემოსა მანტია. ის ახლა უბრალო მოქალაქე იყო. თუმცა სიკვდილთან შეხვედრისას სამეფო ღირსება არ დაუკარგავს. ეშაფოტზე მას ელოდა კაცი, რომელიც მუდამ ჭრდილში იდგა, მაგრამ იმ წუთას საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. პარიზის მთავარი ჯალათი, შარლ ანრი სანსონი. სანსონმა თავისი დახვეწილი მანერებითა და სევდიანი თვალებით მეფეს უკანასკნელი გზა მიუთითა. და აქ გათამაშდა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარე ირონიით გამსჭვალული სცენა. როცა ლუი მე-16-მ თავი გილიოტინის ქვეშ დადო და ზემოთ აიხედა, დაინახა სამკუთხა ირიბად ჩამოჭრილი დანა. წლების წინ, როცა ექიმი ჟოზეფ გიოტენი ამ ეგრეთ წოდებულ ჰუმანურ მანქანას ქმნიდა, სწორედ ლუი მე-16 ზეინკლობისა და მექანიკის დიდი მოყვარული ჩაერია ნახაზების განხილვაში. მეფემ შენიშნა, რომ ნახევარმთვარის ფორმის დანა ყველა ტიპის კისერს ვერ გაუმკლავდებოდა და ურჩია დანა ირიბი გაეკეთებინათ, რათა მას სხეული კარაქივით გაეჭრა. ახლა კი საკუთარი გამოგონება მისსავე კისერს უმიზნებდა. დანის დაცემამდე წამით ადრე მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მეფისა და მისი მორჩილი ჯალათის. შარლ ანრი სანსონი არ ყოფილა უბრალო მკვლელი. ამბობდნენ, რომ კეთილშობილი და ზრდილი კაცი იყო, სიკვდილის არისტოკრატი, შთამომავალი ჯალათთა იმ დინასტიისა, რომელიც საუკუნე ნახევრის განმავლობაში განაგებდა ეშაფოტს. დინასტიის დასაწყისი უკავშირდება 1688 წელს, როცა გაკოტრებულმა დიდგვაროვანმა და უიღბლო ჯარისკაცმა შარლ სანსონმა, შარლ ანრის დიდმა პაპამ, სიყვარულისა და ფულის გამო რუანელი ჯალათის ქალიშვილზე იქორწინა. მაშინ მან არ იცოდა, რომ ამით საკუთარ შთამომავლობას სამუდამო წყევლა გამოუწერა. კანონი დაუწერელი, მაგრამ მკაცრი იყო. ჯალათის ვაჟი ვალდებული იყო ჯალათი გამხდარიყო. ისინი იყვნენ გარიყულები, დიდრები, მაგრამ საზოგადოებისგან მოკვეთილნი. მათთან შეხებას ყველა ერიდებოდა, თითქოს სიკვდილი გადამდები ყოფილიყოს. შარლ ანრი, დიდი სანსონი, სინამდვილეში ექიმობაზე ოცნებობდა. მას ადამიანების გადარჩენა სურდა და არა მოკვლა. ის იყო სათნო, განათლებული, უკრავდა ვიოლინოზე და უყვარდა ხელოვნება. მაგრამ გვარის ფინანსურმა ვალდებულებებმა, ანუ ვალმა, მას სამედიცინო ხალათის ნაცვლად ჯალათის სისხლიანი წინსაფარი მოარგო. რევოლუციამ სანსონების ცხოვრება ნამდვილ კოშმარად აქცია. თუ ადრე სიკვდილით დასჯა იშვიათი რიტუალი იყო, ახლა ის ყოველდღიურ რუტინად სისხლიან კონვეიერად იქცა. სანსონს, რომელსაც გულის სიღრმეში ზულდა თავისი საქმე, მოუწია 2918 ადამიანის დასჯა. მის ხელში გაიარეს დედოფალმა მარია ანტუანეტამ, დანტონმა, რობესპიერმა, თუმცა ყველაზე დიდი დარტყმა მას ეშაფოტზევე ელოდა. მისი უფროსი ვაჟი და მემკვიდრე გაბრიელი მამის თვალწინ დაიღუპა. ერთ-ერთი დასჯის დროს, როცა გაბრიელს მოჭრილი თავი ხალხისთვის უნდა ეჩვენებინა, ფეხი აუსრიალდა სისხლზე, რომელიც სუთის წინ თავად დაღვარა. ბიჭი ეშაფოტიდან გადმოვარდა და სულ მალე გარდაიცვალა. ეს იყო ნიშანი, სისხლმა სისხლი მოითხოვა. ამის შემდეგ თვირთი უმცროსმა ვაჟმა ანრიმ აიღო. ის იყო რევოლუციის ოფიცერი, არტილერისტი, მაგრამ ბედისწერამ მასაც ხელიდან გააგდებინა ზარბაზანი და ხელში გილიოტინის თოკი მიაჩეჩა. დინასტიის დასასრული კი ტრაგიკომიკური და ამავდროულად სიმბოლური გამოდგა. უკანასკნელი სანსონი, კლემან ანრი, არც ექიმობას ესწრაფოდა და არც ოფიცრობას. ის აზარტული თამაშების მოყვარული და მფლანგველი აღმოჩნდა. 1847 წელს ვალებში ჩაფლულმა კლემანმა ჩაიდინა ის, რაც მის წინაპრებს კოშმარშიც არ მოელანდებოდათ. მან გირაოში ჩადო საგვარეულო მარჩენალი, თავად გილიოტინა. როცა მორიგი შეკვეთა მიიღო და მევახშემ ინსტრუმენტი არ დაუბრუნა, საწოწარკვეთილი ჯალათი ეშაფოტზე მუზეუმიდან წამოღებული ცულით გამოცხადდა. ეს უკვე ზედმეტი იყო. სკანდალით შეძრწუნებულმა მთავრობამ ვალი გადაიხადა, გილიოტინა დაიბრუნა, მაგრამ სანსონი სამუდამოდ გააგდო. ასე ცულის, ლანცსა და აზარტული თამაშების ვალებში დასრულდა ისტორია ოჯახისა, რომელიც 2 საუკუნის მანძილზე საფრანგეთის ისტორიას სისხლით წერდა.
სანსონების ცხოვრების სისხლიანი და დრამატული ისტორია 1830 წელს პარიზში გამოიცა ჯალათის ჩანაწერების სახელწოდებით. ჩანაწერები სავსე იყო ფაქტებითა და ანეკდოტებით. ამ სენსაციური გამოცემის რედაქტორი სავარაუდოდ ონორე დე ბალზაკი იყო. ცნობილია ერთი ისტორიული ანეკდოტი. პენსიაზე გასული შარლ ანრი სანსონი მოგვიანებით ნაპოლეონ ბონაპარტს შეხვდა. ისტორიის ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა უშუალო კითხვა დაუსვა საფრანგეთის ოფიციალურ ჯალათს. ნაპოლეონმა კითხა სანსონს, როგორ ახერხებდა ის მშვიდად ძილს თითქმის 3000 ადამიანის სიკვდილით დასჯის შემდეგ. რაზეც სანსონმა იმპერატორს უპასუხა თავისი მწარე და ამავდროულად ფილოსოფიური სიმართლით. თუ მეფეებს, დიქტატორებს და იმპერატორებს მშვიდად ძინავთ, რატომ არ უნდა ეძინოს მშვიდად ჯალათს? 1804 წლის 4 ივლისს დიდმა სანსონმა სამუდამოდ დაიძინა.